მოგესალმებით მეგობრებო, გარკვეული პაუზის შემდეგ ბრუნდებით მორიგი ვიდეო განხილვით. დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან შედგენილი 5 ტესტური დავალება, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადების პროცესში. საუბარია როგორც საერთო სპეციალიზაციის, ასევე სამოქალაქო სპეციალიზაციის მიმართულებაზე. მსგავსი ფორმატის ვიდეოები ჩვენ უკვე ატვირთული გვაქვს ჩვენს გვერდზე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსიდან, ასევე სამოქალაქო კოდექსიდან შედგენილ ტესტურ დავალებებზე და აქვე დავაანონსებ, რომ მსგავს ფორმატში 5 ტესტური დავალება აიტვირთება როგორც ადმინისტრაციული სამართლის, ასევე კონსტიტუციური სამართლის და საერთაშორისო სამართლის მიმართულებითაც. დავიწყოთ პირველ ტესტურ დავალებაზე მუშაობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მაისის განჩინება მოსარჩელემ ჩაიბარა 2023 წლის 2 ივნისს. მან 2023 წლის 17 ივნისს იმავე სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება. საკასაციო სასამართლომ 2023 წლის 20 ივნისს კერძო საჩივარი დატოვა განუხილველად. კითხვა არის დასმული, შეაფასეთ კანონიერია თუ არა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. A ვარიანტია არა, რადგან მოსარჩელემ კერძო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილ 15 დღის ვადაში. B ვარიანტია დიახ, რადგან მოსარჩელემ კერძო საჩივარი არ შეიტანა კანონით დადგენილ 12 დღის ვადაში. G ვარიანტია არა, რადგან მოსარჩელემ კერძო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილ 20 დღის ვადაში და D ვარიანტია დიახ, რადგან მოსარჩელემ კერძო საჩივარი არ შეიტანა კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში. ახლა ზოგადად მსგავსი ტიპის ტესტური დავალებები არის ტექნიკური ხასიათის, საუბარია იმაზე, რომ მოგეთხოვება ზუსტად გარკვეული ვადის ცოდნა, ზეპირად ცოდნა. მსგავსი ტიპის ტესტი გვაქვს ზუსტად ახლა წარმოდგენილი. უნდა გავიხსენოთ, თუ პირველ რიგში ვის შეუძლია სად და რა ვადაში კერძო საჩივრის შეტანა. ახლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414 მუხლი გვეუბნება ესეთ რამეს, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და რომლის შეტანაც შეუძლიათ თავისთავად მხარეებს, რომელთა მიმართაც განჩინება არის გამოტანილი და ასევე შეუძლიათ იმ პირებსაც, რომელთაც ეს განჩინება უშუალოდ ეხებათ. რაც შეეხება 415 მუხლს, კერძო საჩივრის შეტანა უნდა მოხდეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და კერძო საჩივრის შეტანის ვადა არის 12 დღე. ახლა ამ ვადის აღდგენა ან გაგრძელება დაშვებული არ არის. ამასთან ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს განჩინება ჩაბარდება ან სასამართლოს ხდომაზე გამოცხადებიდან, თუ კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა. თუ ზემოაღნიშნული პირობები დაკმაყოფილდება, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეცემა, ან გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს. ამიტომ აქ მარტივად ვიტყვით, რომ 12 დღიანი ვადა არის აქტუალური და გვექნება B ვარიანტი სწორი. აქვე გეტყვით ტექნიკურ მხარეზეც ტესტებზე მუშაობისა, როდესაც გამოსაზეთ თქვენ გვხვდებათ ვადის საკითხი, აი როგორც ახლა აქ არის, მაგალითად 20 მაისი და შემდეგ თვეშია გადასული, ხო, 2 ივნისი. ხშირად არის ხოლმე, რომ თვე 31 რიცხვით არის ან ნაკიანი არის თებერვლის შემთხვევაში. ახლა ტესტებში სტანდარტულად არის მოცემული და იგულისხმება 30 დღე, ანუ თქვენ თუ ხვდებათ მაგალითად 20 მაისი და შესაძლებელი გაქვთ 10 ივნისი, მოიაზრება, რომ მათ შორის არის 20 დღიანი პერიოდი და არა მაგალითად 2023 წლის მაისი თუ იყო 31 რიცხვით, ანუ 19 დღიანი პერიოდი არ გამოვა. ტექნიკური, მათემატიკური გათვლით ტესტი დგება შემდეგნაირად, რომ თვიდან თვემდე პერიოდი დათვლილი არის 30 დღიანი ვადით. გადავიდეთ მეორე ტესტური დავალების განხილვაზე. 2024 წლის 15 დეკემბერს კაკაურიძემ სარჩელი, რომელიც გამომდინარეობდა იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოში წარადგინა იურიდიული პირის სათაო ოფისის ადგილსამყოფელის მიხედვით. კითხვა არის, შეაფასეთ სწორად შეიტანა თუ არა კაკაურიძემ სარჩელი. A ვარიანტია არავინაიდან სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან,
სასამართლოს მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით წარადგინება. B ვარიანტია დიახ ვინაიდან სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს მხოლოდ იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით წარადგინება. G ვარიანტია დიახ, რადგან სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლო შეიძლება წარადგინოს როგორც ფილიალის ადგილმდებარეობის, ისე იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. და D ვარიანტია დიახ, რადგან მხარე თავად განსაზღვრავს, თუ როგორ მიმართოს სასამართლოს იურიდიული პირის ფილიალის ადგილმდებარეობის თუ იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ეხლა მეგობრებო, აქ ასე ვთქვათ, პრობლემური საკითხი დასმული არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზოგადი ნაწილიდან, კერძოდ კი საუბარი არის განსაკუთრებულ განჯადობაზე, რომელიც დარეგულირებულია, ანუ განსაზღვრულია მე-16 მუხლით სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა. კერძოდ ესეთი საკითხი გვაქვს ჩვენ გათვალისწინებული. ნახეთ, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, დააკვირდით, სასამართლოს წარადგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამიტომ რა გამოდის? გამოდის, რომ არ არის სწორი კაკაურიძის მიერ შეტანილი სარჩელი, რადგან იურიდიული პირის საქმიანობიდან გამომდინარე, სასამართლოს მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით უნდა წარადგინოს. შესაბამისად, სწორი პასუხი გვექნება A ვარიანტი. გადავიდეთ მორიგ მესამე ტესტური დავალების განხილვაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა A ვარიანტია პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის 5000 ლარს. B ვარიანტია პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის 7000 ლარს. G ვარიანტია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის 5000 ლარს და D ვარიანტია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის 8000 ლარს. ეხლა აქ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ სწორი პასუხი გვექნება ჩვენ A ვარიანტი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39 მუხლისა, რითაც განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. აქვე გახსენებისათვის ვთქვათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ბაჟი ფიზიკურ პირთათვის 3000 ლარს, იურიდიულ პირთათვის 5000 ლარს. რაც შეეხება აპელაციას, აქ არის შემდეგი მოცემულობა: ფიზიკურ პირთათვის არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირთათვის 7000 ლარს და რაც შეეხება მესამე ინსტანციას, საკასაციო ეტაპს, აქ შემდეგი მოცემულობა გვაქვს 1000 ლარით არის გაზრდილი, ასე რომ ვთქვათ, აპელაციასთან მიმართებაში და ფიზიკური პირთათვის არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირთათვის 8000 ლარს. გადავიდეთ მეოთხე ტესტური დავალების განხილვაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა სამეზობლო დავა. საქმის წარმოების ერთ-ერთ ეტაპზე დაისვა სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადის გასulis საკითხი, რასთან დაკავშირებითაც სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული განჩინებით. კითხვა გვაქვს, შევაფასოთ, კანონიერია თუ არა სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება. A ვარიანტი გვაქვს არა, რადგან კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დასაშვებია პატივსადები მიზეზის არსებობისას. B ვარიანტია დიახ, რადგან კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დასაშვებია სასამართლოს მოტივირებული განჩინებით. G ვარიანტია არა, რადგან კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და D ვარიანტია არა, რადგან დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრული ვადების აღდგენა პატივსადები მიზეზის საფუძველზე სასამართლოს მოტივირებული განჩინებით. ნახეთ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59 მუხლი ადგენს ზოგადად საპროცესო მოქმედების შესრულების ვადებს. ზოგადი ჩანაწერის მიხედვით საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამასთან, ამ მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების
კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა არის დაუშვებელი. შესაბამისად, პირდაპირ უნდა მოვხაზოთ აქ ჩვენ G ვარიანტი, სადაც გადმოტანილი არის 59 მუხლის მეოთხე ნაწილის დათქმა, რომლითაც კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, დაუშვებელია კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა. გადავიდეთ დღევანდელი ჩვენი მცირეგანხილვის ბოლო მეხუთე ტესტურ დავალებაზე. საქმის ერთპიროვნულად განხილველმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ კორპორატიული დავა სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდებოდა. მან საქმის მომზადების ეტაპზე გამოიტანა მოტივირებული განჩინება, რომელიც გადაეცა სასამართლოს თავმჯდომარეს, რათა საქმის განსახილველად კოლეგიური შემადგენლობა განესაზღვრა. სასამართლოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება და საქმის განხილვაში 3 მოსამართლე ჩართო, რომელთაგან საქმის განხილველი თავდაპირველი მოსამართლე არც ერთი არ იყო. უნდა შევაფასოთ, კანონიერია თუ არა სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება. ავარიანტია არა, რადგან მსგავსი საფუძვლით საქმის კოლეგიური განხილვის დადგენა სამოქალაქო საქმეზე დაუშვებელია, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე დასაშვები. B ვარიანტია არა, რადგან მსგავსი საფუძვლით საქმის კოლეგიური განხილვის დადგენა დაუშვებელია. G ვარიანტია დიახ, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება კანონიერია და D ვარიანტია არა, სასამართლო თავმჯდომარის გადაწყვეტილება უკანონოა. ზოგადად გავიხსენოთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26 მუხლი, რომლის თანახმად იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა არის კოლეგიური შემადგენლობით საქმის განხილვისათვის, ერთპიროვნულად საქმის განხილველ მოსამართლეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა 3 მოსამართლის შემადგენლობით. რაღაც გარკვეული წინაპირობების არსებობისას და გეტყვით ახლა რა წინაპირობები არის. პირველი ეს არის საქმის განხილვას და გადაწყვეტას უნდა კონდეს სასამართლო პრაქტიკისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. მეორე ეს არის საქმე სამართლებრივი ან ფაქტობრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით უნდა ხასიათდებოდეს, ამ განსაკუთრებული სირთულე უნდა იყოს მრავალეპიზოდიანი, მრავალტომიანი, პრეცედენტული და ასე შემდეგ. ნახეთ, მოტივირებული განჩინება საქმის სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის განხილვის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს მთავარ სხდომაზე ამ საქმის განხილვის დაწყებამდე. განჩინება კი გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც განსაზღვრავს კოლეგიურ შემადგენლობას ამ საქმის განხილველი თავდაპირველი მოსამართლის აუცილებელი მონაწილეობით. ეხლა ჩვენ რო ტესტს დაუბრუნდეთ, აქ ორი არსებითი გარღვევა გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, ერთი ის, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მოხდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოტივირებული განჩინების გამოტანა, რაც იმთავითვე უკვე წინააღმდეგობაში მოდის იმპერატიულ დათქმასთან 26 მუხლისა, სადაც ჩვენ უკვე აღნიშნეთ, რომ საქმის მომზადების ეტაპზე არ ხდება, არამედ გამოდის მთავარ სხდომაზე, ან საქმის განხილვის დაწყებამდე, მაგრამ არა მოსამზადებელ სხდომაზე, ეტაპზე და მეორე მთავარი გარღვევა რაც არის, იმ შემთხვევაში, როდესაც თავმჯდომარემ განსაზღვრა საქმის განხილვაში კოლეგიურად 3 მოსამართლის ჩართვა, ამ 3-დან არც ერთი არ იყო თავდაპირველი მოსამართლე, რაც რა თქმა უნდა, ასევე ეწინააღმდეგება საპროცესო კოდექსის 26 მუხლის იმპერატიულ ჩანაწერს. შესაბამისად, გვრჩება ის, რომ სასამართლო თავმჯდომარის გადაწყვეტილება რა თქმა უნდა არის უკანონო. ორი სამართლებრივი არგუმენტის მითითებით, რაც უკვე ჩვენ აღნიშნეთ. აქედან გამომდინარე, სწორ პასუხად მოვხაზავთ D ვარიანტს. აღნიშნულ ვიდეოს ფარგლებში მეგობრებო, სულ ეს იყო, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა. ვფიქრობ, რომ 5-5 ტესტური დავალება წავარჯიშებისთვის არის კარგი, იმიტომ რომ დროშიც არ არის ხანგრძლივი, არ არის დამღლელი და ეს 5-5 ტესტური დავალება ვფიქრობ, რომ არსებითად ხელშეუწყობს თქვენს მომზადებას საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს.